მოგესალმებით, ხოდეშტომ ვორახ, გამჩან მრავალ ხოდეშს დაგვასწროს, მრავალ დღესასწაულებს, მრავალ ფესახს და ყველა დღესასწაულებს ყველა ისაიშვილი ჯანმრთელად ბედნიერად, როგორც ყველასთვის ცნობილია, ხოდეშნისან, ხოდეშის შემდეგ განსაკუთრებით ვიმზადებით უკვე ფესახის დღესასწაულისთვის, კითხვაში მოყვანილია ბრძანებს გემარა მასახეთ მეგილა ბოლოში, რომ მოშრაბენ დაგვავალა ყველა დღესასწაულისთვის მოვემზადოთ, ვისწავლოთ ალახები, ვისწავლოთ თორის კანონები და განსაკუთრებით ფესახისთვის დაგვავალა, რომ ფურიმის შემდეგ უკვე მოვემზადოთ ფესახის დღესასწაულისთვის. რადგანაც თორაში წერია, რომ შაბათის დღესასწაულის შემდეგ ყველაზე მეტი ალახები და წესები აქვს ფესახის დღესასწაულს. და გადავწყვეტეთ ბეზართ Hashem ჩვენს გავიაროთ, ხელახლა გავიხსენოთ, რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილია და ბევრჯერაც გაგვიულია სხვადასხვა გაკვეთილებზე და ჩვენ შევეცადოთ გამჩენისყალობით ჩვენს ხელახლა გავიაროთ ამ წელიწადსაც გავიხსენოთ ყველა ალახები, რომელიც უკვე ბევრჯერაც გვისწავლია. ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც თქვით, ბევრი ალახები აქვს დაკავშირებული არის ფესახთან და ერთი გაკვეთილში რა თქმა უნდა ვერ ჩავეტევით და გადავწყვეტეთ რამოდენიმე გაკვეთილი გავაკეთოთ ამ თემასთან დაკავშირებით. პირველი მიცვა, როგორც გვასწავლეს თორა, ხოდეშის შემდეგ მოდის მიცვა, რომელიც შეიძლება თქვათ, შორიდან შევხედოთ, არ არის ფესახთან არანაირი კავშირში და ეს არის ხეების კურთხევის მიცვა. თითქოს და გამჩიმა ჩასვლა ფესახის თვეში, იმ თვეში, როდესაც ფესახია, გაზაფხული ერთი თვით არ არის, ხო? გაზაფხულის პირველ თვეში არის ფესახი, ზუსტად ამ თვეში ჩასვლა გამჩენმა ხეების კურთხევის მიცვაც და წერენ რაბები, რომ კარგია ადამიანმა აკურთხოს ხეებზე ფესახის დღესასწაულამდე. რა თქმა უნდა, დეტალებში გავივლით, ცოტა მოგვიანებით, როგორ და რა შევასრულოთ ხეების კურთხევის მიცვა, მაგრამ ზოგადად რომ შევეხოთ რამოდენიმე სიტყვით, გავიაროთ რა კავშირშია ხეების კურთხევა ფესახთან დაკავშირებით. ფესახს შორის. გვასწავლიან რაბები, რომ პირდაპირი კავშირია, რადგანაც გამჩიმა შექმნა ეს დედამიწა არა მარტო უბრალოდ არსებობისთვის, რომ ისრაელში ზოგადად ადამიანებმა, მათ შორის ისრაელშილებმაც ვიარსებოთ და ცოცხლობდეთ და ვიცხოვროთ, ასე ვთქვათ, რაღაც ჩარჩოებში, ასე ვთქვათ, სიამოვნებასთან დაკავშირებით. ამით გამჩიმა შექმნა სიამოვნება, სხვა სიამოვნებაც ერთ-ერთი რაც არის თვალით დანახული სიამოვნება. და ეს არის ერთ-ერთი ბუნება, რომ გამჩიმა არ შექმნა დედამიწა როგორც უდაბნო, რომ მის გარშემო არაფერი არ არის და მარტო ცხოვრობთ და ესე ვადარებთ თელ ცხოვრებას, არამედ გამჩიმა შექმნა ბუნება, ხილი, ბოსტნეული, ყველაფერი, იმის და მიუხედავად როგორც თორაში წერია რა, მანი ყველასთვის ცნობილი რომელიც მოგვცა გამჩენმა უდაბნოში, თორაში წერია რომ მაგაზეც კი არსებობდა კაცობრიობა. ხო, მარტო ერთი რამე შექმნიდა და თელი ცხოვრება ეს იქნებოდა, ადამიანს არ იქნებოდა იმის სურვილი, რომ სხვა რაღაცა მიეღო. არამედ გამჩენმა შექმნა რა იყოს ამ დედამიწაზე უხვად სიამოვნება, ბარაქა იყოს, გაიხაროს თვალმაც, დაისვენოს, კაი ჰაერზეც და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი მიცვა რაც ჩადო გამჩენმა ხეებზე ვაკურთხოთ. ხეებზე ვაკურთხოთ, ეს არ არის უბრალოდ ხეებზე კურთხევა, რომ გამჩენმა ნაყოფი მოგცა, რა თქმა უნდა ეგეც არის. მაგრამ გამჩენმა ჩადო ამ მიცვაში, რომ ყოველი თითოეული ისრაელის შვილმა დაინახოს გამჩენის სიკეთე. რაც გვაძლევს გამჩენი. და ზუსტად ეგ არის ნათქვამი, რომ როცა შეხედავს ადამიანი ამ ბუნებას და ხეს და როგორც ნათქვამია, მით უმეტეს იმ ხეზია პირველ რიგში მიცვა რომ ვაკურთხოთ ხე, რომელიც ნაყოფს გვაძლევს. არ უბრალოდ ხე, თქვათ ნაცვის ხე ავიღოთ რაღაც ესეთი ხე, რომელიც არაფერი ნაყოფი არ აქვს, უბრალოდ ხე არის, ხო? არამედ გამჩენი გვეუბნება რა მიცვა ვაკურთხოთ ხეზე, რომელსაც აქვს ყვავილი, მცენარეს გამოყოფს და რომელსაც ყველაზე უკეთესი არის ხე, რომელიც ნაყოფსაც გვაძლევს. ამ ხეზე ვაკურთხოთ ჩვენ. ეგ არის მიცვა ყველაზე იდეალური. ამიტომ ნათქვამია რა, ეს ყველაფერი გვანახებს გამჩენი, რომ შეიძლება იყოს სიტუაცია
როდესაც არაფერი არ არის ჩვენს გარშემო, მაგრამ გამჩენი ხელახლა ქმნის რაღაცას. რა იყო ეგა? თქვენ როგორც ხე არის ასე ვთქვათ ზამთარში, რომ შეხედავ, თითქოს არაფერი არ გააჩნია, უბრალოდ ცარიელი ხე არის, არც ფოთოლი აქ, არც არაფერი არ აქვს. ესე იყო ჩვენი სიტუაციაც ეგვიპტეში. ჩვენი სიტუაციაც ისე შეგვეხედა როგორც წერია თორაში, რომ თუ არა გამჩენის ხელი, ჩვენ დღევანდელ დღემდე ვიქნებოდით ეგვიპტეში. ვერავინ დაგვიხსნიდა და დღევანდელ დღემდე იქნებოდა მონობა. რა თქმა უნდა, არის რამოდენიმე აზრი, რას ნიშნავს დღევანდელ დღემდე ვიქნებოდით მონობაში. შეიძლება ყოფილიყავით ნახდათ ეგვიპტეში, ან ეგვიპტეში ვიქნებოდით, მაგრამ სხვა ცხოვრება არის უკვე ვიდრე ადრე ეგვიპტეში ყოფნის დროს იყო ცხოვრება. შეიძლებოდა ბევრი რაღაცა შეიძლება, მაგრამ ის მონობა დარჩებოდა მაინც. მონობა დარჩებოდა და მით უმეტეს როგორც ნათქვამია, სულიერ მონობაზე იყო მათ საუბარი. ამიტომ არის ზუსტად გამჩემა ჩასვა ხეების კურთხევა ფესახთან ახლოს, ფესახის თვეში, დაგვანახოს გამჩემა, მაგრამ როგორც ხეს არაფერი არ ქონდა და მე ხელახლა გავზარდე გამჩენის სახის, ფოთლები ხელახლა მოისხა, ნაყოფი ხელახლა გამოსცა, გაიზარდა, ასევე არის ისრაელშული სიტუაცია. გამჩემა დაგვანახა, რომ არაფრიდან შეუძლია გამჩემა შემოატრიალოს სიტუაცია. როგორც ჩვენ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდით, როგორც წერია თორაში, რომ ხალხი უკვე იმაზე ფიქრობდა, იმდენად ჩამჯდარი იყო ებრაელებში, რომ მონები ვიქნებოდით სამუდამოდ, რომ გამოვედით ეგვიპტიდან და იმაზეც არის ნათქვამი, რომ როდესაც ჩვენ მივედით ზღვასთან, ზღვა რო გაიპო და ჩვენ გადავედით, მაგაზე ნათქვამი, რომ კიდე გვეშინოდა მონობის, რომ ვერ გამოვედით ბოლომდე. იმდენად ჩამჯდარი იყო ჩვენში, რომ ჩვენ მთელი ცხოვრება ვიქნებოდით მონები. და გამჩემა რა დაგვანახა, ყველაფერი შეცვალა. არაფრიდან ჩვენ გამოგვიყვანა, არაფერი არ გვაჩნდა, არც ქონება, არც ფული, არც სიძლიერე, არაფერი არ გვქონდა ეგვიპტეში და გამჩემა ყველაფერი მოგვცა. ზუსტად ეგ არის ხესთან დაკავშირებით, რომ ხეს არაფერი არ გააჩნია და ცulis ყველაფერს. როგორც ხეში ცulis გამჩნია ყველაფერს, ხელახლა იწყებს თითქოს გაზრდას და ყველაფერი იწყება ხელახლა, გამჩენი გონება რა, რაც არ გინდა იყოს ადამიანი დამონებული დღევანდელ დღესაც რაღაცაზეა დამოკიდებული, გამჩენთან დაშორებული არის, რაც არ გინდა შორს ვიყოთ გამჩენთან, გამჩენისგან, ნათქვამია, რომ გამჩენს აქ იმის საშუალება ჩვენ შემოგვატრიალოს. და ზუსტად ეგ არის მთელი ფესახის შინაარსიც. ფესახი არ უნდა იყოს ჩვენი დღესასწაული უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენ ავღნიშნოთ რაღაც კალენდარული დღესასწაული. არამედ გამჩენი გეუბნება რა, ფურიმის შემდეგ ვიწყებთ უკვე ფესახისთვის მზადებას, რისთვის მზადებით, არა მარტო უბრალოდ ალახებს სწავლობთ, როგორ მომემზადოთ ფესახისთვის, როგორ დავამზადოთ შესაბამისი ასე ვთქვათ, აგადა და საჭმელი და ხამესისგან გავასუფთავოთ სახლი და ასე შემდეგ. არა. პირველ რიგში ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ჩვენ თავი მონობიდან. როგორც გამჩენისგან დაგვაშორა ეცერა და ასე ვთქვათ, შორს ავართ და მიცვებს არ ვასრულებთ და რაც არ გინდა შორს ვიყოთ, გამჩენის სახის რა, ეს ის პერიოდია, როდესაც მე გამოვიყვანე ეგვიპტიდან ებრაელები, არაფრიდან მოვამაღლე, უმაღლეს ერად გავხადე, ესე შეუძლია ყველა ისრაელშვილი გახდეს. რაც არ გინდა შორს ვიყოთ, ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ და ესეც უნდა იყოს. გამჩენის წყალობით, პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ ჩვენი ნაშამები, როცა დავჯდებით ფესახის მაგიდასთან, ფესახის აგადას დავიწყებთ, უნდა გვგრძნობდეთ ბეზრათ ჰაშემ, ყველა ისრაელშვილი პირველ რიგში გვასწავლიან არაბები, რომ ჩვენ გამოვედით რაღაც დონეზე მაინც, რაღაც საკითხებში მაინც. შეიძლება რა თქმა უნდა ისრაელს ბოლომდე ვერ დავახციეთ თავი და ვერ დავახცეთ ცხოვრება ყოველთვის ომიმითის როგორც თორაში წერია ადამიანს, ანუ ნეშამას და სხეულს და ისრაელს შორის რომ გვეკაჩება ასე თქვა დაგვაშოროს გამჩენისგან, მაგრამ უნდა მოვამზადოთ ბეზრათ ჰაშემ ჩვენი ნეშამები, რომ ნახდათ ეგვიპტიდან გამოვედით. თუ არა და როგორც რაბები გვასწავლიან, ეს იქნება გამჩენდა გვფაროს უბრალოდ საკითხული აგადა. არამედ ბეზრათ ჰაშემ გამჩენის წყალობით რომ იყოს ნებისმიერი ისრაელიშვილისთვის აგადა, ფესახის აგადა, ხსნის დღე, გეულის დღე, რომ პირველ რიგში სულიერად დავიხსნათ ჩვენი თავი მონობიდან, ეცერაც მონობიდან და დავუახლოვდეთ რა თქმა უნდა გამჩენს. რაც შეეხება თვითონ მიცვას, როგორ შევასრულოთ ხეების კურთხევის მიცვა,
პირველში გვიწერია თორაში რომ როგორც თქვით ვასრულებთ მაგას როშ ხოდესის შემდეგ როდესაც თორის მიხედვით დადგა გაზაფხული ნისანის თვიდან პირველი რიცხვიდან ითვლება თორის მიხედვით გაზაფხული და გაზაფხულის პერიოდში პირველ თვეში გვაქვს ჩვენ მიცვაში ვასრულოთ ხეების კურთხევა და როგორც თქვით ეს არის სასურველი ფესახამდე მოვასწროთ როგორც თქვით ვასრულებთ მიცვას ხეებზე კურთხევის და მომნახოთ უნდა ორი ხე როგორც შულხან არხში ორი ხე რომელმაც უკვე ასე ვთქვათ ყვავილები გაიზარდა უკვე ხეზე ახალი ყვავილები და სასურველია უკვე რაღაცა ზომის პატარა ხილი უკვე გაზრდილი კონდეს თუნდაც მკუხე ხო ჩვენ რა თქმა უნდა ეს არ არის ჩვენი დანიშნულება რომ საჭმელად ვარგისი იყოს კარგია რომ რაღაცა პატარა უკვე ასე ვთქვათ გაზრდილი იყოს ნაყოფი ხეზე როგორც ვთქვით სასურველია ორი ხე ბეზრათაშე დავდგებით ორ ხესთან რომ ჩვენ როგორც აქეთ-იქით იყოს ხეები და წარმოვთქვათ ხეების კურთხევას რა თქმა უნდა როგორც ჩვენ თქვით ამ კურთხევის თქმისას არა უბრალოდ ბერახა არ უნდა იყოს არამედ დაფიქრეთ ეს ადამიანი პირველ რიგში როგორც თორაში გვიწერია მიცვა რომ მადლობა გამჩენო რომ შენ გამომიყვანე ეგვიპტიდან ყველა მიცვა რო ავიღოთ ჩვენ ჩავიხედოთ ნებისმიერი მიცვა ავიღოთ კიდუში ავიღოთ თეფილიმის დადება ავიღოთ ბირქათ ამაზონი და ნებისმიერ მიცვა რასთან არის დაკავშირებული ჩვენ ვახსენებთ მადლობა გამჩენო რომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან რა კავშირში არის კიდუში და ეგვიპტიდან გამოსვლა პირდაპირ რომ გამჩემო გამოგვიყვანა ეგვიპტიდან არა უბრალოდ რომ ჩვენ ვიყოთ თავისუფალი ერი მონობაში არ ვიყოთ არამედ გამჩემო გამოგვიყვანა ეგვიპტიდან იმისთვის რომ მიცვები შევასრულოთ იმისთვის რომ ვიყოთ ისრაელის ერი იყოს ნახდათ გამჩენის მსახური ერი და ეს არის დანიშნულება ისრაელის ერის შესაბამისად ვიღებთ ამ მიცვას და ვაფიქრებთ ყველა იმ სიკეთეს რასაც გამჩენი გვიგზავნის ნებისმიერი რამე როგორც თორაში წერია რა ყველაფერი გაიფიქროს ადამიანმა რა გამოუგზავნა გამჩენმა ოჯახი სიმდიდრე ყველაფერი დააფიქროს და მადლობა უთხრას გამჩენს რომ თუნდაც იმაზეც რომ რა თქმა უნდა ჩვენ ხედვა გვაქვს ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ასე ვთქვათ ეს ყველაფერი სიკეთე რასაც გამჩენი გვიგზავნის როგორც ჩვენ ვახსენეთ გარდა ამ მიცვისა ჩვენ გვაქვს მიცვა თელი თვე ასე ვთქვათ სიმხიარულეში გავატაროთ სიმხიარულე იგულისხმება რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვართ თავისუფლები მონობიდან და ამ მიცვასთან ერთად ფესახის მიცვასთან ერთად ჩვენ გვაქვს კიდე ერთი დრო ასე ვთქვათ 12 დღე როშ ხოდიშიდან დაწყებული 12 ნისანის ჩათვლით ეს ის დღეებია როდესაც მიშკანი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ერთ წელიწადში ჩვენ ავაშენეთ მიშკანი ანუ დროებითი ტაძარი უდაბნოში და პირველ ნისანს ერთი წლის შემდეგ თითქმის ერთი წელი იყო გასული იმიტომ რომ 15 ნისანს გამოვედი ჩვენ ეგვიპტიდან და პირველ ნისანს გაიხსნა შემდეგ წელში მიშკანი და ყოველი თითოეული დღეს ჩვენ ანუ 12 შტოდან ისრაელის ერის 12 შტოდან ყოველ დღე ერთი შტოს მოქონდა შესაძირავი სამადლობელო შესაძირავი და ეს ითვლებოდა თითქოს იომტო როგორც შულხან არხში კარგი დღე იყო რა თქმა უნდა ანთობასთან და მუშაობასთან დაკავშირებით არ იყო ეს იომტო უბრალოდ იყო სასიხარულო დღე რომ ჩვენ გამჩენა დაგვამადლიანა ავაშენეთ ტაძარი ყოველ დღე უხდიდით მადლობას 12 დღე ეს 12 დღე უკვე ითვლება რომ კარგი დღე ითვლება ნისანის თვე შემდეგ ემატება 7 დღე ფესახის 7 დღე ისრაელის მიწაზე ისრაელის გარეთ ჩვენ გვაქვს 8 დღე მეორე დღეც დამატებული შესაბამისად უკვე გამოდის 18 დღე ბოდიში 19 დღე ან 20 დღე რომელიც კარგი დღეთ ითვლება შესაბამისად რადგანაც უმეტესობა თვის არის სასიხარულო დღეები ისრაელის ერისთვის იქ დამატებული მე ისრო ხაგიც და ამ შემდეგ
უკვე თელი თვე არის აღიარებული როგორც სასიხარულო თვეეთ, გეულის თვე და შესაბამისად ამ მიზეზის გამო ჩვენ მთელი თვე არ ვკითხულობთ მონანიების ლოცვებს, რასაც ქვია თანხანონ, ვიდუის არ ვკითხულობთ და შესაბამისად რაც ვიდუისთან დაკავშირებულია გარშემო ლოცვებიც, მაგასაც არ ვკითხულობთ. არის დაწესებული რომ მთელი თვე უნდა ასე ვთქვათ, მხიარულად უნდა იყოს ისრაელის შვილი აქ მიზეზების გამო და არ არის მიღებული დავაწესოთ დამატებითი მარხვები გარდა იმ მარხვისა, რომელიც პირმშობები მარხულებენ ფესახის წინ, ბეზრათ ჰაშემ მაგასაც შევეხებით შემდეგ აკვეთილში და ამ მიზეზების გამო არის მთელი თვე, ნისანის თვე, გეულის თვე, რომ არა მარტო ჩვენ ვასრულებთ ფესახის მიცვებს, არამედ პირველ რიგში ვემზადებით, რომ ჩვენი თავი დავიხსნათ ეცერარას მონობისგან. უფრო დავუახლოვდეთ გამჩენს და ნათქვამია თორაში, რომ ამ თვეს იმდენად დიდი ძალა აქვს ნებისმიერი ისრაელშვილის ნებისმიერ მიცვას, ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯის გამჩენისკენ, რომ ნებისმიერ ლოცვას, რომ შეუძლია მოიყვანოს გამჩენის წყალობით მასიახიც. და გამჩემა, როგორც თორაში წერია, გვიხსნა ნისანის თვეში და გამჩემა დაგვიჩქაროს მალე და მოგვიბრძანოს მასიახის თქენო და დაგვიხსნას აგვიშენოს მესამე ბეთა მიგდაშიც ნისანის თვეში. გამჩემა და გომადლიანოს. დიდი მადლობა.